მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? დიდი ხანია არ ჩამიწერია ვიდეო, მინდა ძალიან ლამაზი ჟაკეტი შემოგთავაზოთ. ესე კრემისფერი ძაფით უნდა მოგხსოვთ, ძალიან ლამაზი გოგოს ჟაკეტი 5 წლის ბავშვისთვის. ძაფი არის Alize Super Lana Maxi 62 ნომერი. 62 ნომერი, 78% აკრილია და 25% შალი. კრემისფერია 62 ნომერი, როგორც გითხარით. ავიღოთ 7 ნომერი ჩხირი გვაქვს. უნდა ავიღოთ 46 თვალი. 46 თვალი აიღეთ დამოუკიდებლად და დავიწყოთ მოგხსოვა. პირველი თვალი, რა თქმა უნდა, გადაგვაქვს და ვიწყებთ ერთი წაღმა, ერთი უგუღმის ქსოვით. ერთი წაღმა, ერთი უგუღმა. ერთი წაღმა, ერთი უგუღმა. ასე ბოლომდე უნდა ჩავიდეთ ერთი წაღმა და ერთი უგუღმა, 46 თვალი. ჩავიდეთ ბოლომდე ერთი წაღმა და ერთი უგუღმა და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, ერთი წაღმა და ერთი უგუღმა 46 თვალი. მეორე რიგზეც პირველი თვალი ყოველთვის გადაგვაქვს. აიმე, ჩამივარდა უკაცრავად. მეორე რიგით ერთი წაღმა, ერთი უგუღმა. რიგის ბოლომდე სულ რეზინა, ერთი წაღმა და ერთი უგუღმა, უნდა მოგხსოვოთ 7 რიგი. 7 რიგი ერთი წაღმა და ერთი უგუღმა მოგხსოვოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, წინა მხარეს ვარ 7 რიგი რეზინა მოგხსოვეთ ერთი წაღმა და ერთი უგუღმა. ეხლა წინა მხარეს ვართ, კარგ მხარეს, ყველა თვალი უნდა მოგხსოვოთ წაღმა. 46 თვალი მოგხსოვოთ წაღმად. ესე ბოლომდე წაღმები გვხსოვოთ. რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ წაღმა. ჩავიდეთ ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ. ჩავედით მეგობრებო ბოლომდე სულ წაღმები, მოვტრიალდეთ. ეხლა ყველა თვალი უგუღმა უნდა მოგხსოვოთ. ანუ წინა მხარეს სულ წაღმა, უკანა მხარეს სულ უგუღმა, ასე უნდა მოგხსოვოთ 59 რიგი. წინა მხარე წაღმა, უკანა მხარე უგუღმა. რეზინიანად უნდა გამოგვივიდეს 65 რიგი. მოგხსოვოთ მთლიანად 65, მარტო წაღმა, უგუღმა 59 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ ჩვენი ჟაკეტის მოგხსოვა. როგორც გითხარით, 59 რიგი უნდა მოგვექცოვა, ერთი მხარე წაღმა, მეორე მხარე უგუღმა. ეხლა ვართ მე-60 რიგზე და უნდა ჩავაკლოთ უკვე თვლები. მე დავიწყე. უკანა თვლებით არ ვაკლებთ, აი ასე არა. წაღმით გვხსოვთ. წაღმას მოგხსოვთ და წინა თვალი გადმოგვაქვს ზედა. ცოტა თანხლად მოგხსოვეთ, რომ არ შეიბრუშნოს და ცუდი მსახე არ ქონდეს. აი ესე თავისუფლად, ლამაზად ჩავამთავროთ
ეს ჩვენი უკანა მხარე. წაღმართვლებით გვსოვთ. მოგსოვოთ ესე ბოლომდე, ჩავამთავროთ და შემდეგ გავაგრძელოთ წინა მხარე. ჩავამთავრეთ უკანა მხარე, ესეთი ლამაზად გამოვიდა. ეხლა წინა მხარე დავიწყოთ. წინა მხარეს ავიღეთ 24 თვალი. 24 თვალი ავიღეთ. ისე ვიწყებთ, რა თქმა უნდა, რეზინით. პირველი თვალი გადაგვაქვს. ვიწყებთ ერთი წაღმა, ერთი უკუღმით. 24 თვალი გვაქვს. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა და ასე ჩავიდეთ ბოლოში. და ბოლოს უკუღმით დავამთავროთ. ეხლა მეგობრებო, ერთ წაღმა და ერთი უკუღმა, სულ 7 რიგი მოგსოვოთ. მოგსოვოთ 7 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგსოვეთ მეგობრებო 7 რიგი. ეხლა 20 რიგი უნდა მოგსოვოთ, ამის შემდეგ 20 რიგი უნდა მოგსოვოთ. ერთი რიგი სულ წაღმა, მეორე რიგი სულ უკუღმა. 20 რიგი უნდა მოგსოვოთ, ასეც. ეხლა გვსოვთ პირველ რიგს წაღმებისა, სულ წაღმები უნდა მოგსოვოთ რეზინის შემდეგ. აი ასე. ოცდაოთხი თვალი წაღმები მოგსოვოთ. დამავიწყდა მეთქვა. სულ მეგობრებო, 5-6 წლის ბავშვის ჟაკეტზე დაგვჭირდება 400 გრამიანი ძაფი. თუ მოგწოთ ჩემი ვიდეოები, თხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი YouTube-ზე Nino Handmade-ზე, ასევე Facebook-ზე, იგივე Nino Handmade, ხოლო Instagram-ზე niniko1003. და მოიწონეთ, დარეგისტრირდით. ძალიან დიდი მადლობელი დაგჩებით. ერთი რიგი მოგსოვეთ სულ წაღმები, ეხლა უკანა რიგი სულ უკუღმები. მსხვილი ჩხირი რო არის და მსხვილი ძაფი ძალიან ჩქარა იქსოვება და სასიამოვნოა. წმინდა ძაფით ძალიან დიდ ხანს უნდა გსოვოთ, ეს დიდი ჩხირებით ძალიან მალე იქსოვება. აი ასე, უკანა მხარე. ასე მეგობრებო, ერთი რიგი სულ წაღმა, მეორე რიგი სულ უკუღმა, მოგსოვოთ 20 რიგი. მოგსოვოთ 20 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ჩვენი ჟაკეტის მოგსოვა 20 რიგი მოგსოვე 7 რიგის შემდეგ, 7 რეზინის შემდეგ, 7 რიგი რეზინა მოგსოვეთ. შემდეგ ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, მოგსოვეთ 20 რიგი. ეხლა უნდა დავიწყოთ უკვე ჩაკლებები. ეხლა ვქოთ მარჯვენა მხარეს. პირველი თვალი გადმოგვაქვს. აი ასე. შემდეგი ორი თვალი
ერთად უნდა მოვგზავნოთ. აი ასე. და ჩვენი თვლები ჩვეულებრივად მოვგზავნოთ. ერთი თვალი ჩავაკერეთ. ამის შემდეგ მეგობრებო, 3 რიგი, ასე იგი უკუღმა, წაღმა, უკუღმა, მატებისა და ნაკლებობის გარეშე მოვგზავნოთ. სულ დაგვრჩება 19 თვალი. 19 თვალი 3 რიგი უნდა მოვგზავნოთ. ერთი რიგი უკვე მოვგზავნოთ უკუღმა მხარე. მეორე რიგი მოვგზავნოთ. სულ წაღმა ისევ მეტობის და ნაკლებობის გარეშე. ასე მეგობრებო, ყველა ჩაკლების შემდეგ მეოთხე რიგზე უნდა გავაკეთოთ ისევ ჩაკლება. ეს მეორე რიგი გავაკეთეთ. ასევე მარცხენა მხარესაც რომ მოვგზავნოთ, განახეთ მარცხენა მხარეს როგორ უნდა გავაკეთოთ ჩაკლებები. ესეც 2 უკვე. მესამე უკანა მხარე. მესამე და მეოთხე რიგზე ვართ მეგობრებო. კაცრავად აქ წამოიღო ეს. მეოთხე რიგზე ვართ. პირველი თვალი გადმოგვაქვს, შემდეგი 2 თვალი ერთად მოვგზავნოთ. რიგის ბოლომდე ისევ ჩვეულებრივად. ესე მეგობრებო, ბოლომდე 59 რიგი მოვგზავნოთ. წაღმების მხარე, რა თქმა უნდა, რეზინას სართულით. 59 რიგი 13 თვალამდე უნდა დავიყვანოთ ეს ჩვენი 20 თვალი. ყოველ მეოთხე რიგზე ჩაკლება გავაკეთოთ. დავიყვანოთ 13 თვალზე, უკანა მხრიდან ისევ როგორც უკანა მხარე ჩავამთავრეთ, ისევ ეგრე ჩავამთავროთ. გავაგრძელოთ დამოუკიდებლად მოგზავა. მეგობრებო, მე უკვე 59 რიგზე ვარ მარცხენა მხარეს. მინდა განახოთ როგორ ვაკლებ მარცხენა მხარეს. თავიდან მეგობრებო, ერთ თვალი გადამქონდა, პირველი თვალი და 2 ერთად, მაგრამ არ მომეწონა, ძალიან დიდი ნასვრეტები ტოვებდა წინა მხარეს. ამიტომ მე
ორი თვალს მოვგზავ თავიდან, პირველი თვალს გადაგვაქვს, მეორე თვალი, მესამე და მეოთხე ორი ერთად. ეხლა ვარ 59 რიგზე და ბოლო რიგზე მინდა განახოთ მარცხენა მხარეს როგორ უნდა აკლოთ. ბოლოში დაგვრჩა 4 თვალი. ამ თვალებს მოვატრიალებ ორ თვალს, მესამეს და მეოთხეს, წინა მხრიდან, აი ესე, წინა მხრიდან, მარცხენა მხრიდან უყრით და გამოგვაქვს თვალი. ერთი თვალი მოგხსოვო და ბოლო თვალი უგუღმა. აი ესე ჩავაკლებთ მარცხენა მხარეს. ეხლა მე დავამთავრებ მარცხენა მხარეს და შემდეგ გავკეროთ ჩვენი ჟაკეტი. მეგობრებო, ახლა ერთი მხარე მე გავკერე, მეორე მხარე ერთად გავკეროთ. აი ასე, ასკვრი გავაკეთოთ. შეხედეთ, წინა მხარეს უკუღმეები დაემთხვა. ეხლა რო არ აგვერიოს, აქედან აქეთ წავალთ. ჩავამაგროთ პირველი თვალი, ესე დავამაგროთ. ეს მერე მოვჭრით ამებს. ავიღოთ ბოლოდან ესეც და ჩაუყაროთ თვალში. ეხლა მეგობრებო, აი სამოწეულებში შევუყრით, აი ასე, გაცრავად. პირიქით ჩამოუყრით, აი ასე, წინა მხარესაც იგივე აი ამ ამოწეულში შევუყრით. ძალიან ადვილია. ამოთ უკუღმა მხარეს, ესეც უკუღმა მხარეს, გონი კარგად ჩანს. აი ასე უკუღმა მხარეს, აი ასე. ეს რაღაც ვარ გამგვდის აქეთ ხარეს. ერთი წუთით ეს აბა ესე გავკეროთ, ესე ჯობია. აი ასე. ლამაზად გავკეროთ. ბოლოს გადაგვრჩა. და ესეც ბოლო თვალი. აი ესე მეგობრებო. აი ესეთი განაკერები გამოგვივიდა. ესე ჩავამაგროთ ესეც. და გადავიდეთ კლავის მოქსოვაზე. კლავის ზედ უნდა მოვაქსოვოთ. მეგობრებო, კლავიდან ამოვიყვანოთ თვლები და რას ვაკეთებთ. აუცილებლად რეზინის შემდეგ წაღმოუკუღმების რაც მოგხსოვეთ 35 თვალი გადავითვალოთ
და აი ასე ნაკერამდე 35 თვალი და აქ რამდენი დაგვრჩება 2 4 6 8 10 12 14 18 20 22 24 24 რიგიდან 24 რიგი ორივე მხარეს მოვნიშნოთ 35 რიგიდან დაბლიდან 35 რიგამდე 20 ეს უნდა დავთვალოთ ზოლები და ესე მოვნიშნოთ აქედანაც 35 რიგი მოვნიშნოთ მარკერით ეხლა მეგობრებო ამოვიყვანოთ თვლები მოხსნათ მარკერი ყაიზნახით ამოვიყვანოთ და ამერია მგონი 2 4 6 8 10 12 14 16 18 20 22 24 26 28 30 32 34 35 აი აქ ამოვიღოთ თვალი აი ასე ეხლა მეგობრებო დიდ თვალში უყრით ერთ მხარეს 20 თვალი უნდა იყოს მეორე მხარესაც 20 თვალი ამოვიტანოთ თვალი აი აქ შუაში გვაქვს პატარა ნასვრეთ იმას ჩაუყრით ისევ დიდ ნასვრეთში უყრით ორი დიდი ნასვრეთი უნდა იყოს მეგობრებო ერთი პატარა ეხლა ამ პატარაში ჩაუყრით აი ასე ორი დიდ ნასვრეთში ერთ პატარაში უნდა ჩაუყაროთ გავაგრძელოთ პატარაში ჩაუყარეთ ორ დიდ ნასვრეთში 1 2 მესამე პატარა ნასვრეთში შუაში აი ასე ისევ გავაგრძელოთ 1 2 დიდი მეგობრებო ჩაუყაროთ ერთ პატარა შაის ნასვრეთში 2 დიდი 1 2 პატარა მესამე ესე შუაში აი ნახეთ უფრო ადვილია მსხვილი ჩხირი რომ მეგობრებო ძნელია წროის მსხვილი ჩხირით ამოგსოვა გვერდების ვისაც უნდა და ვისაც შეძლებს შეუძლიათ ჩხირებით ამოგსოვოს რამდენი თვალი გვაქვს უკვე 2 4 6 8 10 12 14 ამოგსოვოთ ისევ 1 2 დიდი თვალი და მესამე პატარაში აცრავად კარგად ვერ ჩაუყარე მესამე თვალი პატარიდან ამოვიყვანოთ 1 2 და ზედ ნაკერზე მეგობრებო პატარა თვალი იქიდან ამოვიყვანოთ აი ასე გამოგვივიდა 20 თვალი ერთ მხარეს უკანა მხარეს 20 თვალიც წინა მხარეს უნდა გამოვიყვანოთ სულ 40 თვალი უნდა გამოგვივიდეს ასე ბოლომდე მეგობრებო ამოიყვანეთ 40 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრებო ამოვიყვანეთ 40 თვალი ეხლა სულ ყველა თვალი უკუღმა უნდა მოგსოვოთ 2 3 4
4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 ერთ თვალი დამიკლია მოუმატებ ფეხლა 40 თვალი მეგობრებო წინ წაღმოუკან უკუღმა 47 რიგი უნდა მოგხსოვოთ 47 რიგი და შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრებო გავაგრძელოთ ჩვენი ჟაკეტის მოგხსოვა კლავზე ვართ მე უკვე ერთი ცალი მოგხსოვე შევკერე კიდევაც ეხლა 51 რიგზე ვარ და 52 რიგზე გადავედით ასე იგი 40-ზე დამოვაგზავნეთ კლავები 40 თვალი მოგხსოვეთ ეს 40 თვალი 47 რიგი მოგხსოვეთ ეხლა ვართ 42 რიგზე 42 რიგზე პირველი თვალი გადაგვაქვს მეორე და მესამე თვალი ერთად ერთ თვალს ვგსოვთ ორი 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 თვალი ერთად აი ესე ბოლომდე ჩავიდეთ ცალ-ცალ შემეშალა ერთი თვალი ორი თვალი ერთად ერთი თვალი ორი თვალი ერთად ასე ჩავედით ბოლომდე. ეხლა შემოვტრიალდეთ და ერთი წაღმა და ერთი უკუღმა მოგხსოვოთ. პირველი თვალი გადავიტანოთ. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, რიგის ბოლომდე ასე ჩავიდეთ. დი
სულ მეგობრებო 27 თვალი გამოგვივიდა. ეხლა მეგობრებო ეს რეზინა ერთი თვალი და ერთი წაღმა 10 ერთი უკუღმა და ერთი წაღმა 10 რიგი მოვგსოვოთ. მოვგსოვოთ 10 რიგი და შემდეგ ერთად ჩავამთავროთ და გადავიდეთ ყელის შემოქსოვაზე. მეგობრებო მე-10 რიგზე ვარ რეზინისა და ჩავაკლოთ უკვე მე-10 რიგზე. ერთ თვალი მოგხსოვოთ, მეორე თვალი ერთმანეთზე გადავაფაროთ. აი ასე. ჩვეულებრივი ჩაკლება გავაკეთოთ. ასე ჩავიდეთ ბოლომდე, ჩავაკლოთ თვლები. და საყელო მოგხსოვოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, გავაკეთოთ ერთი თვალი. მარჯვენა მხრიდან ჟაკეტის დავიჭიროთ და ეგ ძირში თვალი გამოუყაროთ. მე ყაის ნახით ვაკეთებ და ეგრე გადამაგ ჩხირებს. 1 2 3 ერთი აქ შუაში ჩაუყაროთ 4 ერთი დიდ თვალში 5 და რეზინში სულ 6 თვალი ამოუყაროთ მეგობრებო. აი ასე. ეხლა ჩხირი გავუყაროთ. და 6. ეხლა მეგობრებო, როგორც კლავები ამოვიღეთ, ასევე აქაც ესე უნდა გავაკეთოთ. 2 ცალი 1 2 დიდი თვლებიდან 1 ცალი შუაში ესე პატარა თვლიდან ამოვიღოთ. 2 დიდი თვლიდან 1 2 1 შუიდან. კლავზეც ასე ამოვიღეთ. ავიდეთ ნაკერამდე, მეგობრებო, ეს გვერდზე ნაკერამდე და შემდეგ გავაგრძელოთ. ასე იგი 2 დიდი თვალი, 1 პატარა თვალი. ნაკერამდე ავიდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ახლა ზურგის მხარეს ვართ ბეჭებზე. იცით რომ უკანა წინა მხარე უკუღმა მხრით დავამთავრეთ. აი ეს ჩამოწეული თვლები და ამოვიღოთ თვლები ბეჭებზე. აი ასე. ასე ჩამოწეული თვლებიდან. ერთი ხომაღლა ადის უკუღმა, ერთი დაბლა. აი ასე. აი ასე. ეს ჩამოწეული თვლებიდან ამოვიღოთ. აი ასე. გვერდზე
50 თვალი გამომივიდა. თქვენ როგორც გააკეთებთ, აუცილებლად რაც ერთხელ ეს გამოგივათ, იმდენი უნდა გამოიყვანოთ, მეგობრებო, მეორე მხარესაც, რომ ერთი მხარე აბროშნული არ იყოს, მეორე სწორი არ იყოს, სწორით უნდა გააკეთოთ. 50 თვალი გამომივიდა მე წინა მხარეს, მარჯვენა მხარეს, ახლა დავთვლი ზოგზე რამდენი გამოვიდა. ბოლო თვალი ნაკერთან გავაკეთოთ, ნაკერზე. ასე იგი, მარჯვენა მხარეს 50 გამომივიდა, 2, 4, 6, 8, 10, 12, 16, 18, 20, 22, 24 თვალი გამომივიდა ბეჭებზე და ახლა ისევ წინა მხარის მარცხენა მხარე ისევ მეგობრებო უნდა მოგხსოვოთ პირველივე თვალი ამოვიყვანოთ პატარა თვალი აი ასე და ისევ ორი დიდი თვალი 1 2 და მესამე პატარა ორი დიდი თვალი 1 2 მესამე პატარა თვალი ასე ჩავიდეთ ბოლომდე მე მარჯვენა მხარეს 50 თვალი გამომივიდა ამიტომ მარცხენა მხარესაც 50 თვალი უნდა გავაკეთოთ ყველას თქვენი რამდენი თვალიც გამოგივათ მარჯვენა მხარეს მარცხენა მხარესაც ასევე გავაკეთებთ ჩავიდეთ რიგის ბოლომდე და შემდეგ გავაგრძელოთ ამოვიყვანეთ მეგობრებო თვლები ეხლა უკანა მხრიდან უკანა მხარეს ვართ ასე იგი უკანა მხარეს წაღმა უკუღმა უნდა მოვხსოვოთ ვიწყებთ პირველი თვალი გადაგვაქვს თან ამ თვალსაც ჩავატარებ თორე უკუღმა თვლით ვიწყებთ რომ წინა მხარეს წაღმა იყოს ერთ უკუღმას ერთ წაღმას ვგზავნთ ერთი უკუღმა ერთი წაღმა ერთი უკუღმა ერთი წაღმა ასე ბოლომდე ჩავიდეთ მეგობრებო ორი რიგი ამას რო ჩავამთავრებთ წინა მხარეც მოგხსოვოთ და უკანა მხარეს რო გადავალთ მოვიდეთ მარჯვენა მხარემდე ბეჭებიც მოგხსოვოთ წინა მხარისა უკანა მხარისა და შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრებო მესამე რიგიც მოგხსოვეთ მესამე რიგის ბოლოში ვართ უკვე 22 თვალი დაგვრჩა ამ 22 თვალის ახლა პეტლები უნდა გავაკეთოთ ნამატი და ორი ერთად მოგხსოვოთ აი ასე ეხლა 8 თვალი გადავითვალოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 ისევ ნამატი გავაკეთოთ
და ისევ 2 ერთად. ისევ 8 თვალი 2, 3, 4, 5, 6, 7 უკაცრავად 6, 7, 8. ისევ ნამატი გავაკეთოთ და მოდი აქ 7 გავაკეთოთ. 2 თვალი დაგვრჩეს. ნამატი და 2 ერთად. ბოლოში დაგვრჩა 2 თვალი. ეხლა მეგობრებო, წინა მხარეს ვართ. ნასურდების ადგილას ჩვეულებრივად ამოვგზავნოთ ღია თვალს, ნამატი დარჩეს, ნასურეთი. ამის შემდეგ კიდევ 3 თვალი რიგი უნდა მოვგზავნოთ. მესამე რიგზე უკვე ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. მოვგზავნოთ და დავამთავროთ ჩვენი ჟაკეტი. დავაკეროთ ღილები და შემდეგ გავაკეთოთ ყვავილები. მეგობრებო, მოვჭეთ ჩვენი ჟაკეტი, მე ღილებიც დავაკერე. გავასუფთავე ყველაფერს. ეხლა მოვგზავ აი ასეთ ლამაზ ყვავილებს. 2 ცალი ესეთი წითელი მოგხსოვს, მაგრამ თქვენ როგორი ფერებშიც გინდათ, რა ფერებიც მოგხსოვთ, მე ამჟამად სახლში ეს ფერები მქონდა, ამ ფერებით გავაკეთე. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ცალი ყვავილი მოუნდა ჩემ ჟაკეტს. იმიტომ მეტი უკვე ძალიან გატვირთული იქნება. ძაფს ისე ვიმეორებ რა ფერიც გინდა, ცოტა მსხვილი ძაფი იყო, ახლა ჩემი ცოტა თხელი ძაფია და ორპირი გავაკეთე. ვაკეთებთ 5 ჰაეროვან თვალს. 1, 2, 3, 4, 5 და პირველ თვალში უყრით. აი ასე. ვაკეთებთ რკალს. 1, 2 და 3 თვალი ამოგვაქვს. ვაკეთებთ ნამატს და 1 ნამატიანი ტრაბზანი გავაკეთოთ. ჯერ 2 თვალში გამოგვაქვს, მერე 2 თვალში. 1 ჰაეროვან თვალს ვგზავნთ. კიდევ ვაკეთებთ ნამატს და კიდე ამ ნასურეთში უყრით. ჯერ 2 თვალი გამოგვაქვს, მერე შემდეგ 2 თვალი. ესეთი ნასურეთები მეგობრებო 12 ცალი უნდა გავაკეთოთ. ყველა ტრაბზანის შემდეგ 1 ჰაეროვანი თვალი. 2 ნასურეთი უკვე მაქვს. 3 მაქვს უკვე. ნამატი, 1 ჰაეროვანი თვალი, ნამატი და 1 ტრაბზანი. გავაკეთოთ მეგობრებო 12 ნასურეთი, აი ესე 1, 2, 3, 4, 12 და გავაგრძელოთ შემდეგ. გავაკეთეთ 12 ნასურეთი და ეხლა აი ამ პირველ კალში შევუყაროთ. აი ესე გამოვაცუროთ და 3 ჰაეროვანი თვალი ამოვიყვანოთ. ესე გავასწოროთ კამერა. ეხლა 3 ჰაეროვანი თვალი გავაკეთეთ. ამავე ნასურეთში 4 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. ვაკეთეთ ნამატს მეგობრებო. უყრით ჭხირს ყაიზნახს თვალში და ამოგვაქვს ამ 3 თვალის სიგრძეზე შეხედეთ. გამოგვაქვს 2 თვალი და ასე ვტოვებთ. უკვე 2 ტრაბზანი გვაქვს. ვაკეთებთ ნამატს, ისევ ამ ნასურეთში უყრით. აგვაქვს ისევ ამ თვლების სიმაღლეზე ძაფი, ესე ხელით დაჭიმეთ დავითა. გამოგვაქვს 2 თვალი. უკვე 3 თვალი გვაქვს. კიდევ ვაკეთებთ ნამატს, ამოგვაქვს სიმაღლეზე თვალი და 2 თვალს გვსვავთ. უკვე 4 თვალი გვაქვს. ეხლა ისევ ვაკეთებთ ნამატს, მეორე ნასურეთში უყრით თვალს და 2 თვალი გამოგვაქვს. უკვე 5 თვალი, სულ 8 თვალი ამ 2 ნასურეთში 4, 4, 8 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. მე 6-ს ვაკეთებ, აი ესე ამოყავს თვალი. მე 7-ს ვაკეთებ.
მოყავს 2 4 6 7 და მერვეს ვაკეთებ 4 თვალი მეგობრებო უნდა გავაკეთოთ 2 ნასურეთში სულ ყველა თვალს ერთად ვქვსოვთ ამას თითით შემოვდენით ესე და ვამაგრებთ აი ასე ეხლა ვქვსოვთ 3 თვალს 2 და 3 და ისევე ამავე ნასურეთში გამოგვაქვს თვალი 2 თვალი გვაქვს მეგობრებო ამ პირველ თვალს მეორე თვალში ვაცურებთ და ვამაგრებთ სულ 6 ცალი ასეთი ფოთოლი უნდა გამოგვივიდეს მოდი მეორეც ერთხელ გავაკეთოთ დანარჩენი თქვენთან ერთი თვალი გვაქვს უკვე ამოქვსოვილი 2 3 ვიღებთ ნამაც და მესამე ნასურეთში უყრით ამოგვაქვს სიმაღლეზე 2 ერთად ვაკეთებთ ნამაც ამოგვაქვს სიმაღლეზე 2 ერთად 3 დაგვრჩა უკვე ვაკეთებთ ნამაც 2 თვალი ამოგვყავს 4 თვალი ეხლა 4 თვალი მეორე ნასურეთში გავაკეთოთ ნამაც ვაკეთებთ ამოგვყავს თვალი 2 ერთად ვაკეთებთ ნამაც ამოგვყავს თვალი სიგრძეზე 2 თვალს გვსოვთ უკვე 2 4 6 თვალი გვაქვს ვაკეთებთ ნამაც უყრით ისევ აქვს 2 თვალი გამოგვაქვს უკვე 7 და მერვე ამოგვყავს თვალი 2 თვალს გვსოვთ ეხლა ეს 8 თვალი სულ ყველა ერთად კარგად გამოვქვსოვოთ ესე თითითაც გავასწოროთ და თვალით ჩავამაგროთ აი ასე მეგობრებო ეხლა 1 2 3 ჰაეროვანი თვალი და ამავე ნასურეთში ჩაუყაროთ და პირველი თვალი გამოვაცუროთ მეორე თვალში და ჩავამაგროთ ერთი თვალით აი ესე მეგობრებო 2 ნასურეთში 4 ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ სულ 6 ცალი ასეთი ბურთულა უნდა გამოგვივიდეს გავაკეთოთ და შემდეგ გავაგრძელოთ გავაგრძელოთ მეგობრებო ასევე ძაფი ცოტა გრძელი დავტოვოთ რომ ასე და ესეთი გამოვიდა ეხლა გავუკეთოთ გული 1 2 3 ჰაეროვანი ეს ცოტა გრძელი ძაფი რომ მე შევკრათ 3 ჰაეროვანი ძაფი თვალი გავაკეთოთ 2 და მესამე აი ასე გავაგრძელოთ ნამაც ვაკეთებთ და ამ თვალში მეორე თვალში უყრით ამოგვაქვს თვალის სიმაღლეზე ნამაც ვაკეთებთ აი ასე მეგობრებო რაც უფრო მსხვილს გააკეთებთ მე 10 ჯერ უყრი უფრო სუქანი და ის ლამაზი ბურთი გული გამოდის აი ესე ნამატი ამ ნასურეთში უყრით სულ აი ასე ერთხელაც ჩაუყრი და ეყოფა აი ასე და სულ ყველა თვალი გამოვქვსოვოთ ერთად ჩავამაგროთ აი ასე თითით ესე შევღუნოთ მეგობრებო თითით გავასწოროთ მოვაჭრათ ძაფი და ეხლა მეგობრებო აი ესე სიმეტრიულად ერთ მხარეს მეორე მხარეს ჩაუყაროთ ეს ძაფები აი ასე და შიგნით მხარიდან კარგად გამოუნასკო ძალიან არ მოუჭიროთ რომ თვალი არ იმასაქნდეს ყვავილი არ გაფუჭდეს აი ესეთი მეგობრებო აი ესე ხელით გადავასწოროთ აი ესეთი ლამაზი ყვავილი გამოგვივიდა ეხლა დავაკეროთ ეს ჩვენი ყვავილები და შემდეგ განახებთ დასრულებულ ჩვენ ჟაკეტს ესეთი ლამაზი ჟაკეტი გამოვიდა ჩვენი ჟაკეტი 5-6 წლის ბავშვისთვის სუფთა შალის ვის როგორი ყვავილებიც გაქვს როგორი ძაფებიც გაქვთ სახლში იმ ძაფებით მორთეთ და გაალამაზეთ დიდი მადლობა